მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, არც თუ ისე ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გადაცემა ახალი პარადიგმა ბრუნდება ეთერში. მე მის სამყარო თენგო ომანიძე გახლავართ, მინდა მოგილოცოთ ყველა ის დღესასწაული, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ვიზეიმეთ და უსურვო ჩვენს ქვეყანას. სიხარული, წინსვლა, მშვიდობა და სტაბილურობა ალბათ რაც დღეს ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენ სახელმწიფოს. დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმარი იქნება პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი ბატონი გიორგი ირემაძე. მოგესალმებით გიორგი, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. არ დავმალავ, მიხარია ხოლმე ყოველთვის, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს გადაცემას, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე უფრო მეტად ჩემი აზრით რაც აკლია ქართულ სატელევიზიო სივრცეს, ეს არის ხარისხიანი და რაც მთავარი ინფორმატიული ანალიზი იმ საერთაშორისო პროცესების და მოვლენების, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება და როგორც წესი ეს ყველაფერი ახდენს ხოლმე დრამატულ გავლენას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, თუმცა ჩვენი მაყურებელი ქართული საზოგადოება ნაკლებად არის განებივრებული ამ ყველაფრის ამ მოვლენების ისეთ ხარისხიანი ანალიზით. ამ ხრივ ჩვენი ეთერები არის ხოლმე მართლაც საინტერესო, ინფორმატიული და მოსახლეობისთვისაც, ჩვენი მაყურებლისთვისაც ბევრი ფაქტი ხდება ხოლმე ცნობილი, იმედი მაქვს, რომ არც დღევანდელი გადაცემა არ იქნება ამ ხრივ გამონაკლისი. მინდა დავიწყოთ საუბარი ტრამპის გუშინდელი განცხადებით, პრინციპში შეგვიძლია უწოდოთ ამას სკანდალური პრესკონფერენცია, რომელიც გამართა ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა და მან პრაქტიკულად დაასახელა მთავარი პრიორიტეტები მისი ადმინისტრაციისთვის საგარეო კუთხით. ეს არის პირველი, რაც მან თქვა, დანიამ უნდა დაუთმოს გრენლანდია ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმიტომ რომ ეს ჭირდება ვაშინგტონს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მეორე, მან არ გამორიცხა სამხედრო ინტერვენცია იგივე გრენლანდიასა და პანამის არხზე კონტროლის მოსაპოვებლად, რადგან ეს თურმე ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ყოფილა აუცილებელი ამ ყველაფრის კონტროლი და ასევე რა თქმა უნდა ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი დამოკიდებულება კანადის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკის დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიმართ. პირდაპირ უწოდებს, როგორც უწოდებდა მანამდეც ტრუდოს, სანამ ის იყო პრემიერ-მინისტრი კანადის გუბერნატორს, ის არ მალავს, რომ კანადა უნდა გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების 51 შტატი. ალბათ ბევრი მხრივ შეიძლება ეს მოვლენა ზოგადად შევაფასოთ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აკეთებს ასეთ ტიპის განცხადებებს, მაგრამ ალბათ ყველაზე საინტერესო ჩემთვის იქნებოდა იმ ადამიანების პოზიციის მოსმენა ეხლა, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ დასრულდა მსოფლიოში იმპერიების ხანა, რომ რუსეთი არის დარჩენილი რაღაც ბოლო იმპერია, რომელიც ესე მეზობლებს ესხმის თავს და მეზობლების მიწების მიმართ აქვს ინტერესები. აი არ ვიცი, რა უნდა თქვას ეხლა ამ ხალხმა. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ გრენლანდია უნდა დამითმოს თან დანიამ, კანადა უნდა გახდეს ჩვენი შტატი და პანამა შეიძლება საერთოდ ჯარი შევიყვანო პანამის არხის გასაკონტროლებლად. რას ნიშნავს თქვენი აზრით ეს ყველაფერი საინტერესო იქნება თქვენი შეფასება? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს პატივცემულ ტელემაყურებელს. მეც მინდა შემოგიერთეთ მილოცვაში, შობა ახალი წლის ულოცავ ჩვენს მაყურებელს და მთლიანად საქართველოს მოსახლეობას და ამავე დროს მინდა გამოვახმაურო იმ ტრაგედიის ფაქტს, რომელიც გალის რაიონის სოფელ საბერიოში მოხდა და სამძიმარე გამოუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. სამწუხაროა, რომ ესეთი ფაქტები ხდება ხოლმე და ასევე მინდა გამოვეხმაურო იმას, რომ შობასთან დაკავშირებით მსვლელობას, როდესაც ჩვენ ვიხილეთ კიდევ ერთხელ, რომ ქართული ხალხის ერთობა, ქართული ტრადიციების, ჩვენი სარწმუნოების, მართლმადიდებლობის და იმის, რომ საქართველოში ლიბერალური დღის წესრიგი ვერასოდეს ვერ დაიმკვიდრებს და ქართველი ხალხი, როგორც საუკუნეების განმავლობაში დღესაც იქნება ერთსულოვანი
და სოლიდარული იმ მიმართულებით, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და ჩვენმა საერთო მტერმა, რეგიონის საერთო მტერმა, კოლექტიურმა დასავლეთმა ჩვენს რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში ვერ მოაწოს სახელმწიფო გადატრიალება, სამოქალაქო დაპირისპირება და ვერ მოიყვანოს ხელისუფლებაში ის ტერორისტი ძალები, სააკაშვილისა და სხვა ინაცექტის მეთაურობით, რომლებიც 9 წელს განმავლობაში ატერორობდნენ საქართველოს მოსახლეობას და დღესაც იგივე მცდელობა აქვთ ის შემოდგომით, რაც დაიწყო ის აქციები, დღესაც გრძელდება და იმედია, რომ და ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ხალხი ერთიანად, ერთმუშტად შეკრული შეებრძოლება აი ამ გამოწვევას და საქართველოში ვერ დაიმკვიდრებს ლიბერალური დღისწესრიგი. რაც შეეხება ტრამპის განცხადებას და იმ მოვლენებს, რაც ვიცარდება შეერთებულ შტატებში, ევროპაში, ეს არის ერთგვარი მაჩვენებელი იმისა, რომ ეს ლიბერალური სისტემა, რომელიც ალბათ დასაწყისი იყო, ესე იგი, მე-20 საუკუნის 40-იანი წლებიდან, როდესაც დაარსდა იმ დოლარის, ანუ ბრეიტონ უდის სისტემა. ტრამპის განცხადებას რაც შეეხება, რომ ის ესე იგი პირდაპირ ამბობს, რომ შეიერთებს კანადას, გრენლანდიას, მექსიკას და მათ შორის პანამის არხსაც ეს არის ის იმის მანიშნებელი, რომ ესე იგი, როდესაც მოხდება ინაუგურაცია და პირდაპირ ამბობს ტრამპი, რომ მას აქვს დაგეგმილი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და ამ შეხვედრის დროს იქნება რიგი საკითხებზე საუბარი. ნუ კულისებშიც და ისეც ჟურნალისტებს სხვადასხვა გამოცემებში ექსპერტები, პოლიტოლოგები ამბობენ, რომ ესე იგი მზადდება იალტა 2-ის მსგავსი შეხვედრა, სადაც კონფერენცია, სადაც იქნება გადაწყვეტილი მსოფლიოს ბედი რა ფაქტიურად, რაც მოხდა მაშინ იალტის კონფერენციის დროს 1945 წლის თებერვალში, როდესაც მიდიოდა ომი, მეორე მსოფლიო ომი, ჩვენთვის დიდი სამამულო ომი და ამ ომის დროს სტალინმა და დასავლეთის სხვა ლიდერებმა, ასე ვთქვათ, დათქვეს გავლენის სფეროები. ანუ მათი ინტერესისა და პასუხისგებლობის სფეროები, ტერიტორია კონკრეტული და ახლაც ჩემი აზრით 2025 წლის დასაწყისიდან შესაძლებელია ზაფხულამდეც მოხდეს მსგავსი კონფერენცია, სადაც იქნება აღნიშნული ის რუკაზე იქნება აღნიშნული ის ხაზები, სადაც ასე ვთქვათ, იქნება განსაზღვრული ზესახელმწიფოების, როგორიც არის რუსეთი, ჩინეთი, შეერთებული შტატები, ის გავლენის სფეროები და პასუხისმგებლობის სფეროები, სადაც ეს სახელმწიფოები იქნებიან როგორც ლიდერები და წამყვანი ის ცენტრები, რომლებიც ასე ვთქვათ, არ დაუშვებენ. ეს იმის ალბათ იმისთვის კეთდება, რომ გარკვეულწილად რაღაც დროის განმავლობაში მოხდეს დაზავება, ხო? როგორც წესი, მსგავსი კონფერენციები ხდება ზუსტად ამ დროს. და შესაბამისად ტრამპმა ინაუგურაციამდე ის შემოხაზა ის ასე ვთქვათ, პასუხისგებლობის ტერიტორია, სადაც ის გეგმავს, რომ იყოს როგორც რეგიონალური ცენტრი, როგორც ლიდერი ქვეყანა და მან მიიღოს იგივე, ნუ მისი გაგებით მიიღოს იქიდან დივიდენდები. ნუ მაგალითად კანადიდან ყოველდღიურად შეერთებულ შტატებში შედის დაახლოებით 4 მილიონი ბარელი ნავთობი. მოგეხსენებათ, შეერთებულ შტატებს ჭირდება საიმპორტო ნავთობი, ანუ საკუთარი ნავთობი არ არის საკმარისი და დაახლოებით დღეში აწარმოებს 12 მილიონი ბარელი ნავთობს და ჭირდება დაახლოებით 20 მილიონი ბარელი ნავთობი დღეში. ყოველდღიურად და დაახლოებით ესე იგი 9 მილიონი ბარელი ნავთობი შემოაქვს იმპორტზე. და მათ შორის კანადიდან 4 მილიონი ბარელი
დაახლოებით ეს სხვადასხვა ყოველდღიურად შეიძლება ციფრები იცვლებოდეს და შესაბამისად კანადა არის საკმაოდ მდიდარი რესურსებით და ტრამპის მიზანი არის რომ შეერთებული შტატები რომ გამოიყვანოს ეკონომიკური კრიზისიდან და ჩვენი ხშირად გვისაუბრია გადაცემებში რომ შეერთებულ შტატებში საკმაოდ ესეთი მძლავრი ეკონომიკური კრიზისი არის მას შემდეგ რაც ობამადან დაწყებული, იქ ბოლო ალბათ 15 წელზე მეტი არის ეს კრიზისი დაწყებული არის, იქიდან გამომდინარე რომ შეერთებულმა შტატებმა როდესაც დივიდენდები მიიღო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და გაიხანგძლივა საკუთარი არსებობა, მოგეხსენებათ იქამდე მაშინაც იყო კრიზისი 90-იანი წლების ბოლოს და შტატები გამოვიდა კრიზისიდან ზუსტად საბჭოთა კავშირის დაშლის და იქიდან მიღებული დივიდენდების ხარჯზე. დაახლოებით მაშინ 90-იანი წლების განმავლობაში, 90-იანი წლების დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან გაიტანა დაახლოებით 15 ტრილიონის რესურსი, ეკვივალენტი დოლარისა და დღეისათვისაც იგივე სიტუაცია აქვს. ანუ კაპიტალიზმი შედის კრიზისში და შესაბამისად შტატებიც კრიზისში არის, ხო? მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ის ციფრი, როგორიც არის ბიუჯეტის დეფიციტი. მაგალითად, შტატებს დაახლოებით 6 ტრილიონამდე არის შტატების ფედერალური ბიუჯეტი და აქედან წინა წლის ბიუჯეტს ვიზახი და აქედან 2 ტრილიონი ქონდა დეფიციტი. ანუ დაახლოებით 30%. და წინა წლებშიც ასე იყო და მოგეხსენებათ ყოველწლიურად ესე იგი შეერთებული შტატების საგარეო ვალი იზრდება 2 ტრილიონი დოლარით, ანუ იმ თანხით, რაც არის ბიუჯეტის დეფიციტი. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ შეერთებულ შტატებში არის ეკონომიკური კრიზისი, მათ შორის ინფრასტრუქტურა, მათ შორის საწარმოების ნაკლებობა, მით უმეტეს მაღალტექნოლოგიური საწარმოები იხურებოდა მანქანათმშენებლობის ქარხნები გადადიოდა უფრო ადრე 70-იანი წლებიდან დაიწყო პროცესი, როდესაც შეერთებული შტატებიდან გადადიოდა ჩინეთში მძიმე მეტალურგიის ქარხნები, ეს იმიტომ რომ იქ არის ასე ვთქვათ ის მეტალები, რომელიც ადგილზე უნდა ყოფილიყო წარმოება და ამავე დროს იქ ადგილზე ეს საწარმოები გამოყოფს ძალიან სერიოზულ, ასე ვთქვათ, ტოქსინებია, ვთქვათ, გამონაბოლქვი და ასე შემდეგ, აბინძურებს ეკოლოგიას ძალიან მნიშვნელოვნად. და აქედან გამომდინარე, იმ დროინდელმა შეერთებული შტატების ხელმძღვანელმა გადაწყვიტეს, რომ იქ პლუს იაფი მუშახელი არის და უფრო რელევანტური იქნებოდა, რომ იქ გადაეტანათ საწარმოები, მაგრამ ამან გამოიწვია ის, რომ ჩინეთი გაძლიერდა ეკონომიკურად და დღეს შეერთებული შტატების ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის 40% ზუსტად ჩინეთიდან შემოდის. ანუ შეერთებული შტატებს შიდა ბაზარი დაუთმო ჩინეთს ფაქტიურად და თავად პროდუქციის წარმოების კუთხით უკან დაიხია, ხო? და ჩინეთის განვითარების ფონზე შტატებმა, ასე ვთქვათ, შტატებში დაიწყო ეკონომიკური კრიზისი, მათ შორის აი ამ მიზეზის გამო. და რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი არის დოლარის სისტემა, რომელსაც დივიდენდები ვეღარ მოაქვს. ის იმ საჭიროებით, რაც მოსალოდნელი იყო, მაგალითად, რაც მიიღებოდა მაგალითად 50-იან წლებში, 60-იან, 70-იან წლებში, როდესაც არსებობდა ოქროს სტანდარტი, შემდეგ უკვე 70-იანი წლებიდან გაუქმდა ოქროს სტანდარტი და შესაბამისად მოხდა სერიოზული დევალვაცია დოლარისა, მაგალითად 50 წლის განმავლობაში დაახლოებით 70-ჯერ გაუფასურდა, ხო? ეს ჩანს მაგალითად ოქროს ფასის ზრდასთან დაკავშირებით, მაგალითად 1971 წელს თუ 1 უნცია ოქრო ღირდა $35, დღეისათვის 1 უნცია ოქრო ღირს $2500 მეტი. ეს ნიშნავს, რომ დოლარი გაუფასურდა და არა იმას, რომ ოქრო გადავიდა. ანუ ოქროს შემეშალა
გასაგებად, ხო? ანუ ოქროსთან მიმართებაში დოლარი გაუფასურდა და ეს იმას მეანიშნებს, რომ მიმდინარეობს დოლარის ვარდნა და რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მოქმედებს ლარზეც ქართულ ეროვნულ ვალუტაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ესე იგი საქართველოს ბოლო ალბათ 20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანწილად ყოველწლიურად დაახლოებით 400 მილიონის ლარის რეზერვს ყიდულობს. ანუ დოლარს ყიდულობს და აკონსერვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დოლარი, ასე ვთქვათ, მოდის შეერთებული შტატებიდან, ისინი ყიდულობენ აქ პროდუქციას და ეს ფარატინა ქაღალდი კონსერვდება და იქ, ასე ვთქვათ, იქმნება ის ილუზია, რომ ისე უნდა დაიბეჭდოს და ყოველწლიურად დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ხარკს იხდიდა საქართველო. მაგრამ აი წელს რა ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დაფიქსირდა ეკონომიკის მხრივ პოზიტიური საქართველოსთვის, რომ ესე იგი თუ წინა წლებში საქართველო ყიდულობდა 300-400 მილიონ დოლარს ყოველწლიურად და ეს იყო ხარკი, როგორც მოგეხსენებათ და წელს დაახლოებით 590 მილიონი დოლარი გაყიდა. და იყიდა, აი მაგალითად მარტში იყიდა 530 მილიონი დოლარის ოქრო. ანუ როგორც რეზერვი. ეს არის საქართველოს. დიახ, ეს არის 7 ტონა ოქრო, ცოტა მეტი. ეს მარტში იქნა შესყიდული, რაც პირდაპირ გადავიდა რეზერვში. ანუ საქართველოს ეკონომიკური თვალსაზრისით გაიძლიერა სუვერენიტეტი და დღეისათვის ოქროს წილი თლიან რეზერვში, იქ 5 მილიარდი დოლარი არის დაახლოებით ცოტა ნაკლები და წილი თლიანი რეზერვისა 11% არის ოქროსი. ანუ ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი სუვერენიტეტის მიმართულებით ეკონომიკის მხრივ. ის რა მაინტერესებს? და ბოდიში კითხვას რომ უპასუხო, ტრამპის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კანადა, ესე იგი, კანადა მოგეხსენებათ, როგორც გითხარით, არის რესურსებით მდიდარი ქვეყანა და პირდაპირ იძახის, ესე იგი, ტრამპი, რომ იგივე გრენლანდია, რომელიც დანიის არის, ხო, კანადა, რომელიც და ეს ქვეყნები ყველა შედის ნატოში, ხო, და ისინი პარტნიორები არიან უსაფრთხოების მიმართულებით და როდესაც ამ შეერთებული შტატების ლიდერი გამოდის და იძახის, რომ ეს ტერიტორია არის ჩემი. და პირდაპირ ეუბნება კანადის მოსახლეობას, რომ თუ კანადა შეუერთდება შეერთებულ შტატებში, 60%-ით დაიკლებს გადასახადები. გასაგებია ეს ეკონომიკური ექსპანსიის ფორმა არის. რა თქმა უნდა, პირდაპირ ჩარევა არის მეზობელი ქვეყნის, პარტნიორი ქვეყნის მოკავშირის შიდა საქმეებში და ტერიტორიის მიტაცება არის. ეს უბრალოდ ექსპანსია, მხოლოდ ექსპანსია კი არა, ტერიტორიების მიტაცება. ანექსია პირდაპირ, აუქმებს კანადის სახელმწიფოს და აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილად და ეხლა ეს რაღაცა მართლა 2 წლის წინ რომ ინვესტორის გეთქვა, რომ აქამდე მივა პროცესი, რომ ამერიკა დაიწყებს მეზობლების დაპყრობას და დაპყრობა ეს აბა სხვა რა ქვია. ამის გამო შეიძლება ჯვარზე გაეკარი ვინმეს, მაგრამ დღეს ხო არის ეს ყველაფერი ფაქტი. თქვენი აზრით, აი გრენლანდიას და ბოდიში ძალიან საინტერესო მომენტებია. გრენლანდიასთან დაკავშირებით იქაც თქვა ტრამპმა, რომ ესო გრენლანდია ჩემი არის, შეერთებული შტატების უნდა იყოსო და ამ დროს ესე იგი დღეს ვისაც მიეკუთვნება გრენლანდია, დანიის მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ დააფინანსოს 1.5 მილიარდი ევროთი გრენლანდიის თავდაცვა. ანუ სიტყვაზე, თუ ამერიკელი დესანტი გადავა გრენლანდიაში, სადაც 56,000 ადამიანი ცხოვრობს, თუ გადავა დესანტი და ანუ იქ სამხედრო ექსპანსია მოხდება, ამისგან რომ დაიცვას თავი დანიამ, რომელიც რა ვიცი, რუკაზე არ ჩანს, ისინი აპირებენ ამერიკისგან დაცვას. ესე იგი, აი, მათ უწევთ ამისი გაკეთება. მოკავშირე ქვეყნები აცხადებენ, რომ ისინი სამხედრო თვალსაზრისით შეიძლება დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ტერიტორიების მითვისებისთვის, ხო? აქვე არის საინტერესო განცხადება მექსიკისა. მექსიკაზეც თქვა ტრამპმა, რომ მექსიკაცო უნდა შემოუერთდესო შეერთებულ შტატებსო და მექსიკის ყურესო უნდა გადაერქვა სახელიო და უნდა ერქვას ამერიკის ყურეო. და ესე იგი, მექსიკამ ამას იმით უპასუხა, რომ ჯერო ის პროცესი მიდისო, რომ შეიძლება შეერთებული სანამ თქვენ მექსიკას შეიერთებთო, შეიძლება ამ დროს შეერთებული შტატები დაიშალოსო. ანუ ძალიან ისე ირონიულად უპასუხა. და
ყველა ხვდება რომ შტატებს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს და ტრამპი ახლა ცდილობს თავისი მომხრეების ასე ვთქვათ დაინტერესება იმითი რომ ეს ტერიტორიებს მიერთებს და აქ არის ერთი მომენტი რომ ტრამპი სავარაუდოდ თუ მონიშნავს იმ ტერიტორიას რაც ჭირდება ხო იმისათვის რომ შეერთებული შტატები გადავიდეს იზოლაციონიზმის პოლიტიკაზე და არ ერეოდეს სხვა ქვეყნების პოლიტიკაში დაასრულოს ანუ შეასრულოს ის პირობა რაც დათქვა ხო არჩევნების წინ რომ ესე იგი დაასრულებს კონფლიქტებს მაგრამ ეს ჯერჯერობით არ ხდება პირიქით ხდება მაგალითად სირიაში კონფლიქტი ასე ვთქვა ესკალაცია მიდის სირიის მთავრობა შეიცვალა იქ შეიძლება ლიბია ჩაერთოს ნუ ჩართული არის ისრაელის მხრიდან მაგრამ უფრო ფართო მასშტაბიანი დაპირისპირება იყოს იქ თურქეთმა შეიძლება პირდაპირ მოახდინოს სირიის ანექსია და რაც მთავარია დასავლეთის და კონკრეტულად ბრიტანელები ძალიან აქტიურობენ ამ მიმართულებით რომ ახლო აღმოსავლეთში მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია ეს არის ირანის ჩართვა კონფლიქტში რაც გამოიწვევს მსოფლიო მასშტაბით ენერგომატარებლებზე ნავთობზე გაზზე სულ ცოტა 20%-ით ფასის მომატება და თუ დღეს არის ნავთობზე ფასი დაახლოებით 75 დოლარამდე შეიძლება მოიმატოს თუ ახლო აღმოსავლეთში მოხდა კონფლიქტის ესკალაცია მათ შორის ირანის ჩართულობით მაშინ 125 დოლარამდე შეიძლება მოიმატოს ნავთობის და ნავთობის ფასმა და შესაბამისად გაზის ფასიც გაიზრდება რა თქმა უნდა და ესაც იმას უკავშირდება რაც უკრაინაში ხდება ხო იმის გაზის ტრანზიტის გადაკეთვაზე თუმცა ამაზე ალბათ ამაზე ცალკე ვისაუბრებთ უბრალოდ ეს ტრამპის თემა რო და ზოგადად ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკაზე რო განვაგრძოთ საუბარი, ნუ ჯერ პირველ რიგში აი გრენლანდიასთან დაკავშირებით უნდა ვთქვათ ისიც რომ ამ შემთხვევაში ტრამპის მხრიდან ასევე გამოუგნებელი იყო ის განცხადება რომ არავინ იცისო საერთოდ დანიას რატო იკუთვნისო გრენლანდიაო და რატო არის ეს ამ ქვეყნის საკუთრებაო, მაგრამ აი ჩვენ ძალიან გვჭირდებაო მაშინ როდესაც რა ყველამ ვიცით რომ საერთოდ ვიკინგებმა აღმოაჩინეს გრენლანდია და ეგენი იყვნენ პირველ მოსახლეები რამდენიმე სკანდინავიური ქვეყანა სულ რამდენია 3-4 ქვეყანა ასეთი მათ ხელში იყო ყოველთვის ბოლოს უკვე ბოლო 200 წელია თუ სწორად მახსოვს არის დანიის ხელში გრენლანდია და სხვა შორის საინტერესო არის რომ თვითონ გრენლანდიას აქვს უკვე მე-20 საუკუნის 60-იანი 70-იანი წლებიდან ფართო ავტონომიის სტატუსი ბუნებრივია თავისი პრემიერ-მინისტრი წავს და დღეს იმყოფება სწორედ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი დანიაში კოპენჰაგენში ხდება მეფეს იმისთვის რომ შეათანხმოს სამომავლო მოქმედებები ასევე საინტერესო იყო ისიც რომ ტრამპის განცხადების შემდეგ დანიის პრემიერმა შეცვალა ქვეყნის გერბი და იქ გრენლანდიის აღნიშნული ნიშანი ასე ვთქვათ თვითონ სახელმწიფო გერბზე უფრო მკვეთრად გამოკვეთეს რომ ამერიკელებმა კარგად დაინახოს ვის ეკუთვნის გრენლანდიაო და ამ მხრივ მართლაც არის გამაოგნებელი არის ალბათ ის რომ საკუთარი პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატების აგრესიისგან შეიძლება აღმოჩნდნენ დაუცველები და ეს ჩვენი მხრიდან არ არის უტრირებული ნათქვამი იმიტომ რომ დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა სამხედრო ინტერვენციაც ამ მიწებზე კონტროლის მოსაპოვებლად. ერთის მხრივ ახლა ნუ არ შეიძლება ეს მართლაც იყოს რაღაც ხმაურიანი განცხადებები სოციმედიისთვის, თემის აწევისთვის და არ ამგონია მეც რომ ახლა საქმე არა, ეს რეალური გეგმა არის ტრამპის. ჯარი შეიყვანოს გრენლანდიაში, მაგრამ ნუ მოკლედ არ ვიცი, ეს ერთის მხრივ ერთი საკითხი ეგ არის, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არ არის გიორგი თქვენი აზრით იმისი დადასტურება და აღიარება უკვე ოფიციალური, რომ მსოფლიოს ის წესრიგი, რაც აქამდე არსებობდა, აღარ არსებობს უკვე ბუნებაში. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ხედავს იმ საჭიროებას ამ შემთხვევაში ხო გასაგებია რომ ტრამპი ხედავს ამ ყველაფრის კონტროლის საჭიროებას იმ ახალი მოცემულობიდან გამომდინარე რა მოცემულობაში მას მოუწევს პრეზიდენტობა არის თუ არა ეს აღიარება რომ სოფლიოს აქამდე არსებული წესრიგი რაც ჩვენ ვიცოდით რომ ეს იყო წესებზე ერთმანეთს სუვერენიტეტზე ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობაზე დაფუძნებული პატივისცემაზე დაფუძნებული წესრიგი დასრულდა ჭაბარდა წარსულს და იწყება რაღაც მართლაც ახალი ეპოქა სამყაროს ისტორიაში კი რა თქმა უნდა ამაზე პირდაპირ ფაქტებიც მოქმედებს მეტყველებს რომ მაგალითად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ბოლო ალბათ G20-ის შეხვედრა იყო სამხრეთ ამერიკაში, სადაც პირდაპირ განაცხადეს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია უნდა შეწყდეს ეს და შესაბამისად ის ინსტიტუტები, რომელიც დაარსა თავად დასავლეთმა
შეერთებულმა შტატებმა მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს ამ ინსტიტუტებს თავადვე შლის და იმ მსოფლიო წესრიგს, რომელიც იგივე საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის მერე პერიოდში გადანაწილების ეტაპზე ეს ყველაფერი იშლება. შემდეგ იყო 90-იანი წლები, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ამის შემდეგ უკვე დღეს მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც უნდა დაიშალოს და გადაფორმატინდეს ის მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგი, რომელიც უკვე ვეღარ მუშაობს. კრიზისშია შესული მთელი რიგი ქვეყნები, მარტო შეერთებულ შტატებს არ აქვს მაგალითად 25 ტრილიონი სახელმწიფო საგარეო ვალი, რაც 130% არის მშპ-ს, ანუ ესე იგი მთლიანი ეკონომიკის, ხო? იგივე იაპონიას 250% არის საგარეო ვალი მთლიანი ეკონომიკისა და ასე შემდეგ. დასავლეთის ყველა ქვეყანას აქვს იმდონეზე საგარეო ვალი, რომელსაც ვეღარი პროცენტებსაც, ზოგი პროცენტსაც ვეღარ იხდის და მაგალითად შეერთებული შტატები ყოველ რაც წეგამ თქვი 2 ტრილიონი $2 სესხულობს, რომ ბიუჯეტი, ასე ვთქვათ, არ ჩამოეშალოს, ხო? და დღეისათვის, არის ისეთი მონაცემები, რომ შეიძლება შეერთებულ შტატებში მოხდეს დეფოლტი 2025 წელს. ეს არის რეალური მოსალოდნელი და ანუ კეში დოლარი, კეში შეიძლება, ასე ვთქვათ, გაუფასურდეს ძალიან სერიოზულად. ამიტომ ამ ხრივ ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება თავად შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ახლა მიდის სანქციების ომი მიდის რა. ახლა რო გადავხედოთ ილონ მასკი პირდაპირ აფინანსებს ერთ-ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ბრიტანეთში $100 მილიონ აძლევს, რომ ის მოვიდეს ხელისუფლებაში. ამავე დროს ბრიტანეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრს მიმართავს, რომ მან, ესე იგი, პროკურორობის დროს მთელი რიგ დანაშაულებებს მფარველობდა და ამისთვის პასუხი უნდა ააგოს, ანუ გადადგეს და იქ უნდა მოვიდეს ის ადამიანი, რომელიც კონსერვატორი იქნება და შეერთებული შტატები ბისთვის მისაღები, კონტექსტი ესეთი. დიახ, ნაიჯელ ფარაჯის, რომელსაც $100 მილიონი დაფინანსებენ და პირდაპირ ღიად ეს არის, რა თქმა უნდა, ეს შიდა საქმეებში ჩარევარი, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის ბრძოლა, ეს არის, ანუ ჩვენ არ გვაინტერესებს ახლა ვინ ვის საქმეებში ერევა, ჩვენ გვაინტერესებს ის, რომ დასავლეთში იმ დონეზე არის უკვე დეგრადირებული სისტემა, რომ პირდაპირ აფინანსებს ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს ოპოზიციას, რომ ის მოიყვანოს ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ის მისთვის მისაღები არის. და ჩარევა არის თუ არ არის, ესეც არის ერთგვარად სადაოდ გახდილი, რომ აქ თუ არა ნეტა მასკს იმისი უფლება რომ აფინანსებდეს, იმიტომ რომ ამაზე წუწუნებენ ძალიან ახლა აქეთ ევროპელები, ძალკე საფრანგეთის პრეზიდენტიდან დაწყებული არ დარჩა ფაქტიურად მაღალი თანამდებობის პირი. ამ დროს რა ხდება ახლა, ესე იგი, ორბანის კანცელარიის აპარატის ხელმძღვანელს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის, ანუ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან პირდაპირ მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ სანქციებს უწესებს, ხო, უნგრეთს. მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს ორბანის კანცელარიის ხელმძღვანელი და ეს პირდაპირ, ესე იგი, ერთი სახელმწიფო მეორეს პარტნიორს მოკავშირეს, რა ვიცი, ესე იგი, ნატოს წევრი, ევროატლანტიკური, ხო, რა და ერთმანეთს უწესებენ სანქციებს, აქედან ევრობიუროკრატია ემუქრება ილონ მასკს სანქციებით იმის გამო, რომ ილონი მასკი ცდილობს ევროპაში მოიყვანოს, ესე იგი, კონსერვატორები და ვითომ ერევა იგივე გერმანიის ერთ-ერთი პარტიის ალტერნატივა გერმანიის პირდაპირ დაუჭირა მხარი ილონ მასკმა და ამისათვის ბრიუსელი ემუქრება ილონ მასკს სანქციებით, ანუ ტრამპის გუნდის წევრს. ეს არის სანქციების ომი, ხო, ხვდებით, ხო, რა დონეზე. ძალიან საინტერესო ფაქტი იყო, რომ სწორედ AfD-სთან, ანუ ალტერნატივა გერმანიასთან ილონ მასკს აქვს დაგეგმილი ონლაინ კონფერენცია, სადაც თვითონ მიიღებს მონაწილეობას და AfD-ის წარმომადგენლები და ეს უნდა იყოს, ასე ვთქვათ, საჯარო კონფერენცია Twitter-ზე, ანუ ყოფილ Twitter-ზე, ახლა რო X-ი ქვია, ამ პლატფორმაზე გაიმართება
ამაზე მსჯელობენ ბრიუსელში, რამდენად შეიძლება ამგვარი ღონისძიების ჩატარება და აქვს თუ არა უფლება ილონ მასკს, რომ აიღოს ინტერვიუ თუნდაც ვინაიდან ახლა გერმანიაში არჩევნებია და ამას დიდი გავლენა ექნებაო და ასე თქვათ, რა ვიცი, ეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა როგორ ჩანს, თუ კი ეს არ აწყობს დასავლურ ბიუროკრატიას, ერთგვარი სტანდარტი გახდა იქ და დამკვიდრებულია, რომ იქ თუ ეს არ შედის ევროპულ ინტერესებში, შეიძლება მართლაც, რა ვიცი, X-იც გაუთიშონ ევროპის კონტინენტს. ციფრულ გიგანტებს შორისაც მიდის იქ იგივე ილონ მასკის ის X-ი სოციალსაც ემუქრებიან სანქციებით ევროპაში და ამავე დროს ტრამპის გუნდმა ცუკერბერგი, ანუ Facebook-ის ხელმძღვანელები თავის მხარეს გადმოიბირა და იქ ფაქტ-ჩეკერები და მსგავსი ეს ლიბერალ ესენი ვინც ბლოკავდნენ ხოლმე იმ ადამიანებს, ვინც ამბობს სიმართლეს, ხო, ბლოგერები იქნებოდნენ, პოლიტიკოსები თუ უბრალო ადამიანები, რომლებიც სიმართლეს ამბობდნენ, მეც მათ შორის რამდენჯერმე დამბლოკეს და ფაქტ-ჩეკერებშიც და რამდენჯერმე მოხვდი და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმიც დაბლოკეს ისე რომ არის, მაგრამ დაბლოკილია და ჩემი აკაუნტი ფარული ბლოკი თუ რა ჩრდილოვან ბლოკს რო ეძახიან, რომ აუდიტორია შეზღუდვა პოსტს ის არ ჩანს და თუ ვიღაცამ არ დააკომენტარა პოსტი არ ჩანს. და თუ ამას მოხსნიან, ხო, მარტო მე არა, ზოგადად საქართველოში და რეგიონში, მაშინ ჩვენ ვიტყვით, რომ აი მართლაც კონსერვატორის მხარეს გადავიდა ცუკერბერგი. როგორ ჩანს არის, იმიტომ რომ ხო, აი ეგ საერთოდ ეს კომპანია მეტას გადაწყვეტილება იგივე Facebook-ის და Instagram-ს ვინც ფლობს და ასე შემდეგ ცუკერბერგის ერთი სიტყვით გადაწყვეტილება საერთოდ ცალკე განხილვის საგანია. ეხლა აღმოაჩინა მარკ ცუკერბერგმა, რომ თურმე ფაქტ-ჩეკერები ნდობის შექმნის ნაცვლად ამ ნდობას ანადგურებდნენ, იმენად პოლიტიკურად მიკერძოებულები იყვნენო და არ ვიცი, ეხლა დაინახა ეგ ცუკერბერგმა, ეს ხო ძალიან საინტერესო. არა, იქ იყო ნათქვამი, რომ ესე იგი ცუკერბერგს შეეშინდა იმისი, რომ ესე იგი მის სოციალს ექმნებოდა შეზღუდვები ტრამპის მოსვლის შემდეგ და წინასწარ მან გადადგა ეს ნაბიჯი, რომ თავი დაიცვა, ასე ვთქვათ, იმისგან, რომ არ გაუქმებულიყო Facebook-ი. აქედან გამომდინარე, იგივე X-ი, ილონ მასკის X-ი და სხვა სოციალების შესაბამისად უნდა იყვნენ იმ პლატფორმაზე და იმ იდეით, რომ ეს იყო სამართლიანი და აღარ იბლოკებოდეს, ხო? ის სიმართლე, სიტყვის თავისუფლება, რასაც თვითონ ქადაგებენ, ხო? ეს მაგრამ ეს ლირიკა არის უბრალოდ, რა თქმა უნდა, ეს ირონიულად ვსაუბრობთ ჩვენ. ვერც სოციალები და ვერც Facebook-ის და ცუკერბერგის გაკონსერვატორება ვეღარ უშველის ვერც შეერთებულ შტატებს და ტრამპიც ცდილობს, რომ გამოიყვანოს ეს ბოლო მცდელობა არის იმ ამერიკის პოლიტიკური ელიტისა, რომ შეერთებული შტატები გამოიყვანოს აი ამ კრიზისიდან და დაიცვან თავისი პირველ რიგში კაპიტალი. ეხლა ვერ გამოუვიდათ იმ ლიბერალური დღის წესრიგის დამკვიდრება მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, რაც ქართული ხალხის დამსახურება, რა თქმა უნდა, დღევანდელი მთავრობამ ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ ის მიეღოთ ის კანონები და ეს 2024 წელი იყო ბრძოლის წელი, რთული წელი იყო, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლეთ და გავატარეთ ის გატარდა ის პოლიტიკა, რომელიც აძლიერებს საქართველოს სუვერენიტეტს და უმეტეს აი არჩევნებში, როდესაც ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მშვიდობას დაუჭიროს მხარი და არ მოიყვანო, არ დაუშვას რადიკალებისა და იმ ძალების ნაცექტის, რომელიც ატერორობდნენ ხალხს, მათი მოსვლა, შესაბამისად ქვეყნის ომში ჩართვა არ დაუშვა ქართველმა ხალხმა, ეს იყო ბრძოლის წელი და მისასალმებელია, რა თქმა უნდა და იმედია, რომ 2025 წელს ეს პოლიტიკა გაგრძელდება, ხალხი დაუჭერს მხარს მთავრობის იმ პოლიტიკას, რასაც ქვია სუვერენიტეტის გაძლიერება, კონსერვატორული პოლიტიკა და
რა თქმა უნდა, ჩვენ მეზობლებთან და პირველ რიგში რუსეთის ფედერაციასთან სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარება, რა თქმა უნდა, რამდენიმე ეტაპი არის გასავლელი, ხო? დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, პირდაპირი დიალოგი და შემდეგ უკვე სამოკავშირეო ურთიერთობების აღდგენა მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს ისტორიულად ასე იყო, 2 საუკუნე ფაქტიურად ქართველი ხალხი რუს ხალხთან ერთად და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები ვინც შედიოდნენ იმ ხალხებთან ერთად ჩვენ ერთად თანავარსებობდით ერთ სახელმწიფოში, ხო? და ვერც ევროპა, ვერც შეერთებული შტატები, ან კიდევ აზიის რომელიმე ქვეყანა საქართველოსთვის ვერ იქნება ის მოკავშირე, როგორც შეიძლება იყოს რუსეთი, ხო? რომელიც ისტორიული მოკავშირეა, რომელთანაც ერთი სარწმუნოება ერთი გვაქვს. ეკონომიკურად პირდაპირ დაკავშირებული ვართ, ხო? ეკონომიკა განაპირობებს პოლიტიკას, ხო? სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. ვერც აზიის ქვეყნები, ვერც მათ შორის, ჩინეთთან კი ბატონო, კარგი არის ის ინვესტიციები და არ ვიცი, ალბათ 15 მილიარდამდე იძახიან, რომ ინვესტიცია განხორციელდა ბოლო წლებში, იგივე მაგისტრალები, ეხლა პორტის შენდება, მაგრამ ჩინეთი საქართველოს ვერ დაიცავს უსაფრთხოების მხრივ. ჩინეთი ვერ იქნება ეკონომიკური პარტნიორი. ჩინეთი ვერ იქნება საქართველოსთვის, აი, როგორც მენტალურად გნებავთ, ხო? და პლუს ამას ისედაც ყველას გვესმის ეს გიორგი, რომ ჩინეთი ვერ იქნება საქართველოს პარტნიორი რუსეთის გვერდის ავლით, ეხა ეს ხო ცხადი არის, რომ მათ შორის საქართველოსთან პარტნიორობა ჩინეთისთვის პირველ რიგში მოიაზრება, რომ იგივე რუსეთთან პარტნიორობის ნაწილია ეგ და ეხა ვის აქვს იმის ილუზია, რომ საქართველო და ჩინეთი გახდებიან ერთმანეთის პარტნიორები და რა ვიცი, ერთად მაგალითად რუსეთი იქნება ამ სქემიდან ამოვარდნილი. რამდენად წარმოსადგენია ხა ისე. და ეხლა სხვას ვერ ექნება ის ინტერესი, თქვათ, რაც რუსეთის და საქართველოს ინტერესთა თანხვედრა არის რა. აი ეს არის ძალიან დიდი, ასე თქვათ, ის ფაქტორი, რომელიც მოქმედებს იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მოკავშირეები, ხო? და რაც ახლა ხდება უკრაინაში, ხო? თქვენ უკრაინასთან დაკავშირებით მე მგონი აპირებდი და მოდი საინტერესო იქნება ამ თემაზეც რომ გადავიდეთ. აქ არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი. პირველ რიგში მინდა რომ სანამ აი ამ თემაზე გადავალთ, თავიდან გადაცემის დასაწყისში დამავიწყდა მე თქვა და გვექნება ინტერაქტივი დღევანდელ ეთერში, გადაცემის ბოლოსკენ უფრო გამოვაცხადებთ ბუნებრივია ტელეფონის ნომერსაც და შემდეგ თქვენი მოსაზრებები იქნება საინტერესო და მოგიწოდებთ აქტიუროთ. თუმცა მანამდე მინდა რომ რამდენიმე საკითხის მიმოხილვა მოვასწროთ. უკრაინას რაც შეეხება ამ საახალწლო პერიოდში იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა. პირველ რიგში ისევ იგივე ტრამპის გუშინდელ ინტერვიუს მინდა დაუბრუნდეთ, მან ახსენა ასევე უკრაინის საკითხიც და მე უბრალოდ მინდა მაყურებელს ძალიან მცირე ამონარიდი ამ განცხადებიდან წაუკითხო. მრავალი წლის განმავლობაში ჯერ კიდევ პუტინამდე ტრამპი საუბრობს ამ ყველაფერს, მრავალი წლის განმავლობაში ჯერ კიდევ პუტინამდე რუსეთი ამბობდა, რომ ნატო არასდროს უნდა იყოს დაკავშირებული უკრაინასთან. შემდეგ კი ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინას უნდა შეეძლოს ნატოში გაწევრიანება. ამგვარად რუსეთი იღებს ნატოს კარის წინ. მე მესმის მათი გრძნობები ამასთან დაკავშირებით. ამას ამბობს დონალდ ტრამპი. ნუ აქ ფაქტობრივი ზუსტობები რა თქმა უნდა არის, ხა ბაიდენს აბრალებს მაინდა-მაინც იმას, რომ თურმე ნატოს ილუზია რო შეგვიქმნეს ჩვენ გინდა უკრაინას, ეს ბაიდენის დამსახურება ასე არ არის რა თქმა უნდა და ეს სამწუხაროდ რამდენიმე ათეული წელია გრძელდება. მაგრამ თავისთავად ეს განცხადება, რომ მე მესმის რატო არის რუსეთი ამ ყველაფრის წინააღმდეგი და ერთ სიტყვით აი რაღაც ესეთი შემრიგებლური პოზიციები ფაქტურად ხას უსვამს ხო ყველანაირ პერსპექტივას როგორც უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანებაზე, ასევე ჩვენთან საერთოდ ამაზე არ საუბრობენ და არ ახსენებენ, მაგრამ აი ჩვენ ხო ამ კონტექსტში მოვიაზრებით, რა ილუზია შეიძლება კონდეს აწი საქართველოს ნებისმიერ ქართულ პროდასავლელს, არ ვიცი, აი თვით ეკაკვესიტაძესაც კი რა ილუზია უნდა კონდეს ნატოში ინტეგრაციის, როდესაც ღიად ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინასთან მიმართებაში, რომ ეს არის ნუ პრაქტიკულად გამორიცხული და გასაგებია, რომ ამ საკითხებზე აპირებს რუსეთთან შეთანხმებას. რა თქმა უნდა, ახლა ორ სიტყვას ვიტყვი იმასთან დაკავშირებით ეკონომიკური მხრივ. ესე იგი, ჩვენთან ხო მიდის საუბარი, რომ აი ესე იგი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეხლა ტრამპა რა განაცხადა, რომ 3% იქნება, ჯერ იძახდა 2% მთლიანი შიდა პროდუქტის და
ხარკი, ასე ვთქვათ, ნატოს ევროპის გადასახადი. საქართველო რომ მიიღო ნატოში, ხო ეს რა თქმა უნდა არასოდეს არ მოხდება, მაგრამ აი იმათ ვეკითხები იმ პროდასავლელებს, ვინც მომხრე არის ნატოში გაწევრიანების. არის საქართველო მზად იმისათვის, რომ გაიღოს 3% მთლიანი შიდა პროდუქტის, რაც არის, თუ მომავალ წელს ახლა წინა წლის მშპ მაკროეკონომიკური მონაცემები როდესაც იქნება გამოქვეყნდება თებერვალში დაახლოებით 90 მილიარდი არის მოსალოდნელი, რომ იქნება საქართველოს მშპ 2024 წლის და ამის 3% დაახლოებით არის 2.5 მილიარდი, რაც საქართველოს ბიუჯეტის დაახლოებით 9%-ია. აი საქართველოს მზად არის რომ ეს თანხა გაიღოს? ეს ხო სისულელი არის, ხო აი წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ხო? და მეორეც, რა თქმა უნდა, საქართველო ვერასოდეს ვერ გახდება ვერც ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრი ვერ გახდება იქიდან გამომდინარე, რომ ნატოს წევრი ვერ გახდება, იმიტომ რომ ევროკავშირში შესასვლელად შესვლამდე ქვეყანა უნდა გაწევრიანდეს ნატოში, იმიტომ რომ ეს ორი ორგანიზაცია ფაქტობრივად ერთი ორგანიზაცია არის, ერთი არის უსაფრთხოების მიმართულება, მეორე ეკონომიკის მიმართულება, ხო და მათ შორის პოლიტიკის. ეკონომიკა არცად არ შევა, თუ მას არ ექნება უსაფრთხოების საფუძველი. ეს აქსიომა არის და ამას ვერავინ ვერ გაცდება. ხო და საქართველოში არც მიიღებენ, ვერც მიიღებენ, თვითონაც იშლებიან უკვე და სისულელი არის ამაზე საუბარი და იმედი არის, რომ საქართველო გამოვა და გააუქმებს იმ მუხლებს საქართველოს კონსტიტუციაში, ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ეს არის აუცილებელი საკითხი. ეხლა რაც შეეხება უკრაინას, რა თქმა უნდა ტრამპს კარგად ესმის, რომ უკრაინა ვერ მიიღებს ნატოში. არავითარი ინტერესი აღარ არის და სამხედრო თვალსაზრისითაც ვერც დაიცავს, ვერც იმ ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყანა ვერ მოუტანს დივიდენდს იგივე ნატოს წევრ ქვეყნებს, ხო? აბსოლუტურად არ არის არაადეკვატური იქნება ეს რომ მოხდეს. და ძალაც აღარ აქვს, არც ტრამპს და მთლიან კოლექტიურ დასავლეთს, რომ უკრაინა მიიღოს ნატოში. იქიდან შორის იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისთვის ეგზისტენციალური საფრთხე არის, რომ ნატოში გაწევრიანდეს უკრაინა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის ჩრდილოეთით განლაგდება ის სარაკეტო კომპლექსები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის რუსეთს და ამაზე პირდაპირ იყო განცხადებული და რიაბკოვის ულტიმატუმიც ამაზე მეტყველებს, რომ 2021 წლის მიწურულს პირდაპირ მიმართავდა დასავლეთს, რომ არ მომხდარიყო ესკალაცია, არ მომხდარიყო მილიტარიზაცია უკრაინის და არ დაეწყოთ მათ სამხედრო მოქმედებები დონბასში, ხო? ეს იყო დასმული საკითხი და ორი თვის განმავლობაში დიპლომატიურად ცდილობდა რუსეთი, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ რუსეთშობოდა დასავლეთი ტენი და მაქსიმალური არ აქვს. ზელენსკიმ დასავლეთმა არა მარტო მოამარაგა იერარქით, არამედ საზღვრამდე მიიყვანა უკვე და დაწყება ფაქტიურად დაბომბვა დაიწყო არა მარტო დონბასის, არამედ როსტოვის ოლქისაც, ხო? მე კარგად მახსოვს, რომ უკვე ჭურვები ცვიოდა როსტოვის ოლქში და ამას მოყვა უკვე რუსეთის მხრიდან სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით, ხო? და ეხლაც ეს არის მოთხოვნა, რაც ბატონმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა აღიაროს, რა თქმა უნდა, ყირიმზე უკვე საუბარი ზედმეტია, რომ ყირიმი უნდა აღიაროს დასავლეთმა რუსეთის ნაწილად და ის 4 ოლქი, სადაც ჩატარდა რეფერენდუმი და აღიარონ როგორც რუსეთის ნაწილად. ხო, ეს არის ლუგანსკი, სადაც მე ვიყავი მოგეხსენებათ ზაფხულში და ჩემი თვალით ვნახე იქ რაც ხდებოდა და დასავლეთი რასაც აკეთებდა, როგორ ბომბავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. ესე იგი, ასეთი მომენტი იყო, უბრალოდ გამახსენდა ეხლა. ესე იგი, როდესაც ლუგანსკის დასავლეთის ნაწილიდან გამოდიოდნენ ტოლვილები იქიდან და
შესახლდნენ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლებში. და ზუსტად ის საერთო საცხოვრებლები დაბომბეს, გესმით? ანუ დევნიდნენ მშვიდობიან მოსახლეობას და ბომბავდნენ. აი ესეთი მეთოდებით ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას კოლექტიური დასავლეთი და ეს ხდებოდა უკრაინაში 2014 წლიდან და შესაბამისად რეაქციაც ესეთი იყო, ხო, ხალხმა მიიღო დონბასის, ანუ დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების მოსახლეობა რეფერენდუმით, რაც მიღებული არის დასავლეთში, როგორც დემოკრატიული გამოვლინება იმისა, რომ მოსახლეობა მიიღო გადაწყვეტილება და შეუერთდა რუსეთს, ხო, როგორ რომ თავი დაეცვა იმ ფაშისტური ხუნტისგან, რომელიც დასავლეთმა მოიყვანა კიევში და დღესაც აგრძელებენ ისინი დაბომბვას მშვიდობიანი მოსახლეობის და აქვე მინდოდა მეთქვა იმ ინტერვიუსთან დაკავშირებით და იმ ვიზიტთან დაკავშირებით ბატონი მამუკა ფიფიას კურსკის ოლქში კი მესვაპირებდი შეხვედრა ვიზიტთან დაკავშირებით ჩვენი პარტიის საერთაშორისო მდივნის რომელიც ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდა კურსკის ოლქში და მას შეხვედრა ჰქონდა გენერალ ლეიტენანტ აპტი ალაუდინოვთან ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო და ყველას ვურჩევ რომ ეს ნახოს ჩვენი არხის მაყურებელმა ნახა გაუშვით და სიუჟეტი იყო და შეგიძლიათ ნახოთ და იქ მე მინდა ეს ციტირება მოვახდინო მამუკა ფიფიას ერთ-ერთი წინადადების რომ ესე იგი რუსეთი უპირისპირდება იმ ძალებს რომლებიც ასევე უპირისპირდებიან საქართველოს, ხო? ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები და ეს ჩვენ კარგად ხედავთ, რომ ის ძალები დასავლეთის მილიტარისტული გნებავთ, ეხლა ამ ეტაპზე ეძახიან გლობალისტური ომის პარტია, ხო და ბოლო დროს დამკვიდრდა ტერმინი გლობალისტური ქაოსის პარტია. ანუ ისინი უკვე ომით კი ომსაც ვეღარ ორგანიზებენ, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ რუსეთს ვერ მოუგებენ, ხო, ომს და უკვე მარცხდებიან უკრაინაში კოლექტიური დასავლეთი 50 ქვეყანაზე მეტი ქვეყანა მარცხდება რუსეთთან, ხო? და რუსეთს ჯერ არ დაუწყია იქ ნამდვილი ომი. ის არის სპეცოპერაცია, რომელიც ითვალისწინებს არა ფართომასშტაბიან ომს, არამედ კონკრეტულად გათავისუფლებას აიმ კიევის ხუნტისგან და როდესაც ის ომს დაიწყებს, ის უკვე იქნება ძალიან სერიოზული და ამისი, რა თქმა უნდა, ეშინია კოლექტიურ დასავლეთს, იგივე არაშნიკის ტიპის უახლესი რაკეტა, რომელიც, ფაქტიურად საიდუმლო არის და დასავლეთი ვერ ხსნის რა მექანიზმით მოქმედებს და რა გამანადგურებელი ძალა აქვს და შეშინებული არიან რა კოლექტიური დასავლეთი ევროპაში მით უმეტეს ნახეთ რომ საერთოდ რუსეთის ტერიტორიაზე ბომბი ჩამოვარდნით ერთი ფაქტიც აღარ ყოფილა. და მე მინდა აღვნიშნო რომ კურსკის ოლქში ახლა რაც ბოლო რაღაც შეტევა ვითომ იქ უკრებმა დაიწყეს და მალევე უკან დაიხიეს, იმიტომ რომ რუსეთმა ძალიან კონტრშეტევით ისეთი დარტყმა მიაყენა რომ ალბათ მალე იქნება დარწმუნებული ვარ მალე გათავისუფლებული იქნება კურსკის ოლქიც და მთლიანად საერთოდ უკრაინის მოსახლეობა იქნება გათავისუფლებული კიევის ხუნტისგან და იქ ასე ვთქვათ დაიწყება დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია რაც იყო გაცხადებული და ამაში მე დარწმუნებული ვარ და 2025 წელს ალბათ ზაფხულისთვის თუ შედგება მით უმეტეს ის კონფერენცია იალტა 2-ის კონფერენცია, რაზეც გადაცხემის დასაწყისში ვსაუბრობდით, ეს იქნება დასაწყისი იმისა, რომ სოფლიო გადაფორმატირდეს. კი ბატონო, ამასობაში ჩაერთო ჩვენს ეთერში ინტერაქტივი 0323 გახლავთ ჩვენი სტუდიის ნომერი, დარეკეთ, მოგვახსენეთ თქვენი მოსაზრება ან ჩვენს სტუმარს დაუსვით შეკითხვა. პირველ ზარი გვაქვს უკვე როგორც ყურში მეუბნება რეჟისორი. გამარჯობა, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, გილოცავთ ყველაფერს, დიდი მადლობა რომ გვირეკავთ. მოგესალმებით, მეც გილოცავთ ყველაფერს კარგს. ერთი შეკითხვა მაქვს ჩემო გაგო. ანტიბოს ბიჭები როდის გამოვლიან ეთერში?
მე ვერ გეტყვით არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა ალბათ თქვენც ნახავდით სოციალურ ქსელში რომ გეგმავენ, იქნება სიახლეები, უსურვებთ წარმატებას. სხვა რაიმე შეკითხვა ხო არ გექნებთ ყველა კონსერვატორს ვინც ორიგია უყურებ რომ გავიგეს თქვენი ტელევიზია შემოვიდა ახლა ეთერში. და თქვენაც ძალიან საინტერესო გადაცემები და ძირითადად უსვამთ თქვენ გადაცემებს. მაგრამ აქტივოს ბიჭების მაინტერესებს როდის გამოვა. კი ბატონო, ალბათ გააკეთებენ ამის შესახებ განცხადებას. მე არ ვფლობ ყოველ შემთხვევაში ინფორმაციას, თუმცა სოციალურ ქსელებში აქტიურად იწერება, რომ ისინი გეგმავენ, რა თქმა უნდა, კვლავ სატელევიზიო სივრცეში გამოჩენას და ჩვენც უსურვებთ, რა თქმა უნდა, წარმატებებს. დიდი რა თქმა უნდა. დიდი მადლობა კითხვისთვის. ჩვენი პარტია ყოველთვის ასე ვთქვათ მიესალმება იმ ძალებს, პატრიოტები, კონსერვატორები, ვინც სიმართლეს ამბობენ, ხო, მოდი აქედან დავიწყოთ და ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში საზოგადოებაში არსებობდეს რაც შეიძლება მეტი პლატფორმა, რაც შეიძლება მეტი ტელევიზია, საიდანაც მოსახლეობა მიიღებს ობიექტურ ინფორმაციას, ხო? ინფორმაცია არის მართვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ საინფორმაციო ველზე არ იყოს ის მეინსტრიმული მედია, რომელიც ქართული ხალხის მტერია, ხო? და რაც უფრო მეტი კონსერვატორული, სიმართლის მთქმელი, პატრიოტი ადამიანები, ტელევიზიები და პლატფორმები იქნება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ჩვენი პარტიის კარიც ყველასთვის ღია არის, ჩვენი პარტიის ლიდერებიც ამაზე ხშირად საუბრობენ და რა თქმა უნდა, თქვენი ტელევიზიიც კარიც ღია არის. ზარი გვაქვს ისევ ეთერში შემოვიყვანოთ, ნუ ვალოდინებთ მაყურებელს. დიდი მადლობა გადაცემაში დარეკვისთვის. გისმენთ, მოგვახსენეთ თქვენი პოზიცია. გისმენთ, გამარჯობათ, ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. გამარჯობათ. მოგესალმებით, გილოცავთ დღესასწაულებს, ყველაფერს ერთად მადლობა რომ გვირეკავთ. გისმენთ? გილოცავთ. თობა ახალ წელს და გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა. მე გირეკავთ იმერეთის რეგიონიდან და მაინტერესებს შემდეგი თქვენ მოწვეულ მე გიდასტურებთ დიდ სიმპათიას როგორც გადაცემის წამყვანს, ასევე მოწვეულ სტუმარს. და მოწვეულ სტუმართან, რომელსაც მე კარგად ვიცნობ, ბატონ გიორგთან ერთი კითხვა მაქვს. გადაცემის მსვლელობისას მან ახსენა თავისი შემოქმედება, რომელიც აისახა ფილმში, რომელიც დაბლოკილი არის დღესაც კი. მე ის ფილმი ძალიან კარგად ვიცი და ის მთელი სიუჟეტი და დედააზრი ვიცი იმ ფილმის. ბატონო გიორგი არის შემდეგში. თქვენ ძალიან კარგად საქართველოს ერთ-ერთი მხარი არის ანტილაბორატორიის მსოფლიოში. მეორე ნობის ამერიკის შეერთებული შტატების ეხლანდელი არჩეული ახალი მარჯვენა ხელი ამ მიმართულებით, როგორიცაა ჯანდაცვა, იქნება უმცროსი კენედი. კი ბატონო. რომელიც იზოლებითი ვაქცინაციის დროს 5 მილიონიან აქციას ხელმძღვანელობდა და უყურებდა გერმანიაში. ძალიან გთხოვთ, დაწვრილებით თქვენი ფილმის შესახებ 2 მინუტით, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხალხისათვის და რომელიც მე ძირითადად არ გავასწრებ მოვლენებს ახლა იმ ფილმის სპეციალისტებსა და ეგრე ვცლავთ გვესაუბროთ, რადგანაც მე დაკრუნებული ვარ, რომ ეს სმენელს ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა ზარისთვის. გიორგი, თუ სწორად მივხვდი, საუბარი არის ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ფილმზე. მაყურებელსაც ვეთქვი, ჩვენ გქონდა ეს ფილმი, მათ შორის ამ ფილმიდან ნაწილი გაშვებული ჩვენ ერთ-ერთ ეთერში. ძალიან საინტერესო ფილმია, ის შეეხება ლუგარის ლაბორატორიის შექმნას, მის ფუნქციონირებას, მის რეალურ მისიას და იმ მათ შორის იმ ზიანს, რასაც ის აყენებს საქართველოს ქართულ საზოგადოებას. მე ხომ თლათ ამომწურავად ვერ მოგცემთ, არ გვაძლევს დრო, ასე ვთქვათ, ამის საშუალებას, თუმცა საინტერესო იქნება ამ თემაზე თქვენი კომენტარი, დავაკმაყოფილოთ მაყურებლის ინტერესი ამ მხრივ. დიდი მადლობა კითხვისთვის, ზარისთვის. იცით რა არის ზუსტად ასე არის ეს ფილმი დაბლოკეს
სოციალში, კონკრეტულად Facebook-ზე, თუმცა ეს არის შესაძლებელია შესვლა ჩემთან Facebook-ზე, გვერდზე შესვლა და ვიდეო, ასე ვთქვათ, გამოქვეყნებულ ვიდეოებს შორის შეიძლება ამ ფილმის მოძებნა და ნახვაც მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად დაბლოკილი არის, მაგრამ თქვენ დაინახავთ იმ გრაფას, რომ ეს დაბლოკილი არის, თუმცა შეგიძლიათ იქ შეხვიდეთ და ნახოთ და თავად მოისმინოთ ის ინფორმაცია, რომელიც იქ არის გაჟღერებული, ძალიან საინტერესო არის, თუმცა მე ამ თემაზე ვრცლად ვერ ვისაუბრებ, იქიდან გამომდინარე რომ წინა გადაცემაში, როდესაც ამ თემაზე ჰქონდა საუბარი, ეს იმ ლიბერალური ცენზურიდან გამომდინარე გარკვეული პრობლემები შეიქმნა და ამიტომ მე თავს შევიკავებ დღეისათვის. დაველოდოთ ცუკერბერგს, რომელიც გვპირდება, რომ ეს ცენზურა აღარ იქნება და ამ საკითხზე აუცილებლად ჩვენ გვექნება საუბარი, ვრცელი საუბარი. რაც შეეხება რობერტ კენედის, რომელიც აქტიურად გამოდის ამის წინააღმდეგ, იმედი არის, რომ ის, ასე ვთქვათ, იქაც დასავლეთშიც არის ის ძალები, რა თქმა უნდა, პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს ძალიან, ასე ვთქვათ, აქტიურად მიდის ბრძოლა ამ მიმართულებით და იმედია, რომ დასავლეთშიც იქნებიან, გამოჩნდებიან ის ძალები, რომლებიც ადეკვატურად აფასებენ იმ სიტუაციას, რომ პირველ რიგში მათთვის არის საზიანო ის რასაც იგივე შეერთებული შტატები აკეთებს ამ მიმართულებით საქართველოში, ხო? აი ამ იმედს გამოვთქვათ და სამომავლოდ ჩვენ ამ მიმართულებით გვექნება აუცილებლად მუშაობა, ერთობლივად აუცილებლად მივახცევთ იმას, რომ ეს პრობლემა საქართველოში მოიხსნება. აი ამ ინფორმაციით მე ამოვიწურები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ტელევიზიას არ შეექმნას პრობლემები და კი ბატონო, კი არა, უბრალოდ მაყურებელსაც აუხსნით, არაფერი რაღაცა ისეთი კი არ არის იმ φιλმში, რაზეც ვერ ვისაუბრებთ, პირიქით უბრალოდ არსებული რეჟიმიდან წინაზე გქონდა ძალიან საინტერესო გადაცემა ამ თემაზე მომზადებული გიორგის ფილმისგან ნაწილიც იყო პრეზენტირებული ჩვენს ეთერში და აი არსებული ამ ლიბერალური რეჟიმიდან გამომდინარე მე შეიძლება Facebook-მა დაიწყოს დაბლოკები მათ შორის დღევანდელი ეთერის და შეუქმნას სოციმედიაში შექმნას სერიოზული პრობლემები ყველას გირჩევთ რომ ნამდვილად ნახოთ ეს ფილმი გიორგი ირემაძის პირად გვერდზეც მოიძიებთ YouTube-ზეც იძებნება საუბარი არის ლუგარის ლაბორატორია შექმნაზე და მის რეალურ ასე ვთქვათ მისიაზე იქ ამ ფილმში სხვა შორის გამოყენებული არის ადგილობრივი იქვე მაცხოვრებელი ადამიანებთან ინტერვიუები, რომლებიც საკმაოდ საინტერესო ისტორიებს ყვებიან და ნამდვილად ყველას ურჩევდი. ზარი გვაქვს ისევ ეთერში, რამდენადაც ვიცი, მაყურებელი შეგვიძლია შემოვიყვანოთ. გამარჯობა, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. მოგესალმებით, ტელევიზორს დაუწიეთ ხმა, უკეთესად გაიგებთ ჩვენს ხმასაც და შეგიძლიათ დაგვისვათ შეკითხვა ან თქვენი მოსაზრება მოგვახსენოთ. აღარ იქნა ჩემი კი, ხმა შემოსული ხართ, ეთერში ხართ, უბრალოდ ტელევიზიიდან ისმენთ ხმას და თუ დაუწევთ, ფორმულშიც გაიგებთ და უფრო თავისუფლად ვისაუბრებთ. გამარჯობა. მოგესალმებით. ახალ წელს გილოცავთ. ბატონო თენგო, მაინტერესებს კოაბიტაცია დამთავრდა, ასე იქნა გამოცხადებული. და მაინტერესებს შემდგომ კი ნაბიჯები გადაიძმება თუ არა უახლოეს პერიოდში. გადავიღალეთ ხალხი, მოლოდინი. დიდი მადლობა. კი ბატონო, მადლობა. გასაგებია შეკითხვა, დიდი მადლობა ზარისთვის. დასრულდა კოაბიტაცია, ყოველ შემთხვევაში ეს დაპირება იქნა გაცემული. კვირა მოლოდინი გაქვთ. რეალურად ნაცმოძრაობის აი ამ ლიბერალური ფაშისტების ლიბერალ ფაშისტებს ეძახის მთავრობას და კარგშვება რო ასე ეძახის ლიბერალური ფაშიზმი რეალურად დასრულდება ქართულ პოლიტიკაში თუ მოგვიწევს კიდევ აი მომდევნო 4 წელი იმის იყურება რომ არიქანაცები არ მობრუნდნენ და კიდე იგივე წრეზე ხო არ გვიწევს ესე არის. ყოველ შემთხვევაში დიდი იმედი გვაქვს რომ მთავრობა მოახერხებს იმ დონემდე გაძლიერებას სუვერენიტეტისა რომ მოხერხდეს და ის პარტიები აიგრძალოს, რომელიც 9 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას ატერორებდნენ. მე პირადად 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციებიდან დაწყებული მონაწილე ვარ საპროტესტო აქციებისა და ჩემი თვალით მაქვს ნანახი თუ რა ხდებოდა და
იმ ახალგაზრდებს ვინც წარმოდგენა არ აქვს მასში რა ხდებოდა ზუსტად იმათ იყენებენ და გამოყავთ საპროტესტო აქციებზე და პირდებიან რომ ვითომ რაღაც დასავლეთში რაღაც ნათელი მომავალი ექნება და რაც სრული სისულელი არის დასავლეთში მოგეხსენებათ ბრიუსელში და მათ შორის ვაშინგტონშიც რასაც ახლა ვითომ ტრამპი ებრძვის იქაც არის LGBT ბუდი არის ფაქტიურად სხვა იმდენი პრობლემები არის რომ არავითარი ნათელი მომავალი ქართველ ახალგაზრდებს იქ არ ელოდებათ და შესაბამისად აი ამ საპროტესტო აქციებზე ვინც გამოდის და მხარს უჭერს აი ამ ნაცსექტას ეს არის დიდი შეცდომაში არიან შეყვანილი ის ახალგაზრდები და იმედი არის რომ საქართველოს მთავრობა მოახერხებს და დაამთავრებს კოჰაბიტაციას და დასრულდება ის პარტიები რომლებიც არ უნდა იყვნენ საერთოდ პოლიტიკურ ველზე და უნდა იქნენ პასუხისმგებაში მიცეული კონკრეტული პირები ნუ იყვნენ მაგრამ ზურაბიშვილმა რომელიც მაკეინის რაღაც სტიპენდიანტი გახდა თუ რაღაც იმ მაკეინის ფონდისა რომელიც პირდაპირ იძახდა რომ ესე იგი გაკურებულები იყვნენ რომ როგორო ესე იგი მსხვერპლი არ იყო აქანი რატო არავინ მოკდა აქციაზე წარმოგიდგენიათ რა ადამიანებთან გვაქვს საქმე ხო და ესე იგი ზურაბიშვილი აგრძელებს იმ ნაცექტის მხარდაჭერას და იმედია რომ აი ეს ყველაფერი დასრულდება იმით რომ დასრულდება კოჰაბიტაცია და საქართველოს მთავრობას ექნება საშუალება ეს ყველაფერი დაასრულოს და ამის მექანიზმი არის ის რომ რუსეთთან უნდა დაალაგდეს სამოკავშირეო ურთიერთობები ეს არის ერთადერთი მექანიზმი ჩვენ არავითარი რაღაც პარანოია არ აღჭირს ხო ეს არის პირდაპირ რაციონალური პოლიტიკა რომელიც უნდა გაატაროს ქვეყანამ და გამოვიდეს აი ამ დასავლური წნეხიდან ეს არის მარტივი მექანიზმი კი ბატონო შემოვიყვანოთ მორიგი მაყურებელი ეთერში გამარჯობა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ შეგიძლიათ ისაუბროთ გამარჯობა საღამოშვიდობის მადლობა რომ გვირეკავთ ეთერში ვარ ენატორე დიახ ეთერში ბრძანდებით მადლობთ ისმენთ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო ჩემო საყვარელო ადამიანებო გიყურებთ რომ ნამდვილი პატრიოტები ხართ და ნამდვილი ერის მოყვარული და ქვეყნის მოყვარულები ხართ ეხუთინდეს კისერში გილოცავთ მრავალიშობა ახალი წლები გაგიწევთ გაიხარეთ დიდი მადლობა ასევე მრავლს დაესწარეთ ხო და მომავალი შობა ახალ წელს ამ თემებზე არ ქონდეს ლაპარაკი და მოთავებული იყოს ამ წელიწადში ყველაფერი. იმედია ჩვენც მაგის იმედი გვაქვს. ჩვენ გენაცვალეთ. ჩვენ ნაცებს ვერაფრით ვერ გავანადგურებ. მაგას შვილები ეძებათ და შვილიშვილები და მომავალი თაობები გადაეცით რა იქნება. მე ერთი რაც შემიძლია მაგენის გასანადგურებლად იგი შემიძლია რომ მიხა სააკიანი გამოვიყვანოთ იქედან ერთი ფეხი ერთ მანქანაზე ჩავაბათ მეორე მანქანაზე და ეს ვანახო ძალიან მისაღებია პათოსი თუმცა პათოსი დიდი მადლობა ზარისთვის კომენტარისთვის ბატონო აუცილებლად აი ესე იგი ქართველი ხალხი დღევანდელი მთავრობაც ასე ვთქვათ ბევრს აკეთებს ამისათვის და რა თქმა უნდა პირველ რიგში ქართველი ხალხი რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ებრძვის აი ამ დასავლურ ექსპანსიას გნებავთ წნეხი დავარქვათ და მით უმეტეს, როდესაც 2003 წელს, როდესაც მოიყვანეს სააკაშვილი ავანდმყოფი და იყენებენ მას, როგორც ასე ვთქვათ, აი ხო არსებობს დასავლეთში ასე თაფლაკვერისა და მათრახის პოლიტიკა, ხო? და სააკაშვილი მოიყვანეს როგორც აი მათრახის პოლიტიკის გამტარებელი და რასაც ის აკეთებდა, ის იყო დამორჩილება ქართველი ხალხისა ძალიან ასე ვთქვათ ფაშისტური მეთოდებით და როდესაც შემდეგ უკვე 2012 წლიდან როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ქართული ოცნება და ნელ-ნელა დაიწყო იმ გაწმენდა ამ ნაცექტის ნაწილებისა
მაშინ დასავლეთმა სცადა უფრო თაფლაკვერის მეთოდით, ასე ვთქვათ, დამორჩილება და ეს არის დეგრადაციის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობის დამორჩილება, ხო? სხვადასხვა მეთოდებით, რომ იგივე საბანკო სისტემის კაბალაში იყოს მოსახლეობა და ადვილად მართვადი. ეს არ გამოუვიდათ და შემდეგ უკვე 2019 წლიდან, აი ეს გავრილოვის ღამე, აი ზუსტად ის მცდელობა, რომ საქართველოს ასე ვთქვათ, დაეწყო დიალოგი იყო ფაქტიურად მაშინ პარლამენტში რაც იგეგმებოდა ხო ქრისტიანული ის გამოსვლები, ანუ შეკრება იყო იმ ადამიანების, რომელიც აერთიანებდა რეგიონში აი მართლმადიდებლური, ქრისტიანული რწმენისა და აი ზნეობის, ასე ვთქვათ, აი ამის გარშემო კონსოლიდაციას ახდენდა და ეს იქნებოდა დიალოგი ორ ქვეყანას შორის, ხო მცდელობა იყო. და მაშინ მოაწყეს, ესე იგი, თავზე დაიმხეს ყველაფერი, მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალებისა და მას შემდეგ დაიწყეს აი ეს უკვე მათრახის მეთოდი ამოქმედეს, რომ მოეყვანათ დაებრუნებინათ ნაცსექტა ხელისუფლებაში და გაეგრძელებინათ ის მათრახის პოლიტიკა, ხო? ეს არ გამოუვიდათ, არც გამოუვათ და ჩვენ აი მე პირადად დარწმუნებული ვარ და პირადად მე ვდე პირობას, რომ ამას აი ამ ლიბერალურ დიქტატურა იქნება თუ წნეხი იქნება, ბოლომდე ვებრძოლებით და დავასრულებთ ლიბერალურ დღისწესრიგს საქართველოში. საქართველო გახდება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა რეგიონში და რისთვისაც აუცილებელია ჩვენ რომ დავალაგოთ რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობები. ეს არის ერთადერთი ტექნოლოგია, რაც დღეს არსებობს, ხო? ეს ამას ხშირად ვიმეორებ იმისათვის, რომ იმ ნაწილმა, ვინც პროდასავლურს ეძახის თulis თავს, მათ ყურამდეც მივიდეს ეს ინფორმაცია და შეიგნონ, რომ არავით არის დასავლეთი საქართველოსთვის არ იქნება არც პარტნიორი, არც მოკავშირე და ყოველთვის დასავლეთი საქართველოს აღიქვას როგორც კოლონიას. ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება, ხო? ეს კარგად ვიცით. ამიტომ უნდა გამოვიდეთ აი ამ ილუზიიდან და უნდა დასრულდეს აი ეს ხედვა იმ მიმართულებით, რომ ბრიუსელი რაღაცაში დაეხმარება საქართველოს, ან ვაშინგტონში მოვა ტრამპი, ან სხვა ვინმე დაირქმევს კონსერვატორს. ახლა თუ ვინმეს დაავიწყდა იგივე ტრამპი 2020 წელს აფრიალებდა LGBT დროშას, იგივე ტრამპმა გამოუშვა საქართველოში კელი დეგნანი ელჩად, რომელიც ლობირებდა LGBT პროპაგანდას და დღეს გაკონსერვატორდა მერთმა გაუმარჯვეს. ახლა მე კი არ გადავეკიდე ამ ადამიანს, კაცო, უბრალოდ ფაქტები მოყავს და ვაანალიზებ და ილუზია უგვექნება, რომ ანგლოსაქსი საქართველოსთვის იქნება მოკეთე რა. ისინი იქნება ყოველთვის მტრები და ესე უნდა აღვიქვათ, ხო? და აი ეს რეალობა არის რა და იმედია რომ ბატონო ზარი გვაქვს ისევ ეთერში, მაყურებელი გველოდება, გამარჯობა, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. გამარჯობათ. საღამოშვიდობის, მადლობა რომ გვირეკავთ. მოგესალმებით, გილოცავთ შობა ახალწელს, მრავალს და ეს არის მე ვაჟა ვარ. ოთარაშვილი ყურადღებით გისმენთ. ბატონო ვაჟა, სალამი, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ გვიკავშირდით. მადლობა. დაგვიკავშირდით. მომწონს მე თქვენი გადაცემების პოზიციას, ბუნებრივია რომ თუ საქართველოს არ აღადგინა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, თუ არ შეცვალა საგარეო ვექტორები დღევანდელმა ხელისუფლებამ, ძალიან გაჭირდება საქართველოს არსებობა, ფიზიკური არსებობა. მე მინდა შემოგთავაზოთ სხვა კონტექსტში, რატომღაც არც თქვენი ტელევიზია, არც სხვა, მე ვამბობ კონსერვატიულად და რეალურად მოაზროვნე ტელევიზიებზე, არ ეხილავენ, ვთქვათ, ისტორიულ კონტექსტში იმ პოლიტიკურ მომენტებს, რომელიც არსებობდა გასულ საუკუნეებში. მე ახლა შემიძლია არ გავიხსენო, რომ ისტორიაში ვერ მოძებნი საქართველოს ისტორიაში ვერც ერთ მომენტს, როდესაც ევროპული ქვეყნები, აი ანგლოსაქსური ქვეყნები დაეხმარნენ საქართველოს რეალურად. მე არაფერს აღარ ვამბობ ცნობილ ამისის ძალზე 1555 როცა ოსმალეთის და ირანის იმპერიამ გაიყვეს საქართველო და ასე შემდეგ კიდე იგივე 1590 წლის 20 ნოემბრის ზავი მათ შორის და ასე შემდეგ, მაგრამ პირველი
საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელმაც ქართული დასავლეთ საქართველოს ციხეებიდან ეს იქნებოდა ცუცხვათი, ფოთი, შორაპანი თუ სხვა ქუთაისო განდევნა ოსმალოთა გარნიზონებს. ეს იყო ქუჩუკ-კაინარჯის ზავი 1774 წლისა, სწორედ რომელიც რუსეთ-თურქეთის ომის ოსმალეთის ომის შედეგად დაიდო და რომელმაც დასავლეთ საქართველოსთან განდევნა ოსმალოთა გარნიზონები და ფაქტიურად შეაჩერა ის დიდი ტალღა ტყვეთა გაყიდვისა, რომელიც სტამბოლის ბაზრისაკენ მიემართებოდა ქართველი ახალგაზრდების ქალები იქნებოდა თუ ვაჟები კუთხით. არ შეიძლება არ გავიხსენოთ სხვა ზავები, რომლებიც ანგრევდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ღიად უნდა ითქვას და მე ვფიქრობ თქვენმა ტელევიზიამ, სხვა ტელევიზიებმაც უნდა წამოწიოს ეს წინ. აი იგივე სან-სტეფანოს ზავი იყო თუ ბერლინის ტრაქტატი იყო თუ უფრო ადრინდელი ადრიანოპოლის ზავი 1829 წლის და რა ვიცი რომელი ერთი ბელგრადის ზავი უფრო შორეული თქვა 1730 მაპატეთ 79 წლისა. ყველა აბსოლუტურად ესე იგი საქართველოს მხარეს რომელი იჭერს. ერთადერთი რუსეთი, ხო? ძალიან საინტერესო პოზიცია. საქართველოს მხარეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და დღეს რატომღაც არ ახსენებენ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებას საქართველოს რუსეთს შორის. სადაც საქართველოს ისტორიულ საზღვრებს აღიარებს რუსეთი. რატო ეს რავი მიჩქარული? იმიტომ რომ 1918 წელს, როდესაც გავიწახეთ რომ აი თავისუფალი საქართველოს და ასე და ამგვარად და იმის რა ქვია ბათუმის ხელშეკრულებას. რა გააკეთა თურქეთმა ბრიტანეთის მხარდაჭერით, აქტიური მხარდაჭერით. დოკუმენტები არსებობს, კაცო, ესე არსებობს არა მარტო რუსულ ენაზე, არამედ ინგლისურ ენაზე და ამათ ვისაც ინგლისური კარგად ეკერკება, წაიკითხოთ. ესე იგი, ბრიტანეთის მხარდაჭერით ოსმალეთმა აბასთუმანის ქვემოთ 2 კილომეტრზე გაატარა საზღვარი ოსმალეთის იმპერიის ბატონებს. აი ეს რეალობები უნდა იქნას წინ წამოწეული. ჩვენ რო გონია რომ აი ცი რა თქვათ იგივე 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის გამოცხადება საქართველოს. და თავი მოგვაქვს რომ პირველი ხელშეკრულება იცი გერმანიამ მხარი დაგვიჭირა და მისი დახმარებით დამოუკიდებლობა 1918 წლის 28 მაისს კი გერმანიასთან დაიდო პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება. 5 პუნქტიანი, ვინმე წაუკითხი, აი მე დეტალურად მაქვს შესწავლილი. ეს არის საქართველოს კერძოდ ჭიათურ მანგანიდან დაწყებული რამე საბადო არსებობს საქართველოში საქართველოს გაძარცვის ხელშეკრულება. კოლონიად გამოცხადების ჩვენი ფაქტიურად. ფაქტიურად კოლონიად გამოცხადების რომ საქართველოს რკინიგზა თავისი ეგრეთ წოდებული პრავადნიკები თუ იმებით მუშებით ემსახურება რომელსაც ზედამხედველობას წოს გერმანული ჟანდარმერია მარგით წიახიზეულის გაზიდვას ამ საბადოებიდან ფოთის პორტამდე ფოთის პორტში გერმანული გემების დატვირთას ქართველი მუშების დახმარებით რომელსაც ასევე ზედამხედველობას უწევს გერმანული ჟანდარმერიის მხარე და აი ამას ამითი მოგწევს ჩვენ თავი რომ პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება დავდეთ გერმანიასთან გამოაქვეყნოთ ბატონო ეს ძალიან საინტერესოა ბატონო ვაჟა უღმესი მადლობა ვაჩვენოთ ეს ტელევიზიით ეს დოკუმენტები და იმიტომ რომ ესენი იძახიან რომ 2004 წელს დაარსა საქართველოს ისა რა ქვია ფაშისტმა სააკაშვილმა ეგრე არ არის ბატონებო და აი ეს ისტორიული პარალელების დიპლომატიური ურთიერთობისა საქართველოს რუსეთის მით უმეტეს უნდა წინ წამოიწიოს და რეალობას უნდა თვალებში შევხედოთ აი ეს მინდოდა მე თქვა დიდი მადლობა ბატონო ვაჟა უღმესი მადლობა დიდი მადლობა ბატონო ვაჟა ძალიან საინტერესო ისტორიული ექსკურსისთვის დიდი მადლობა ბატონო ვაჟა ოტარაშვილი გვიკავშირდებოდა ერთს დავამატებ თუ შეიძლება ძალიან საინტერესო ექსკურსი იყო და დავამატებ იმას რომ ესე იგი ოსმალეთს ჩვენ გვავიწყდება ყარსის ხელშეკრულება ну რა თქმა უნდა ხელისუფლებაშიც და მით უმეტეს ისტორიკოსებმა კარგად იციან ეს უბრალოდ საზოგადოების იმ ნაწილს მინდა უთხრა რომ ყარსის ხელშეკრულება გაუქმდა მას შემდეგ რაც
დაიდო შემდეგ სხვა ხელშეკრულებები საბჭოთა კავშირის დროსაც და ესე იგი 90-იან წლებში გაფორმდა ქართულ-თურქული ხელშეკრულება 5 წლის ვადით და ავტომატიური გაგრძელებით თუ ერთ-ერთი მხარე არ დაეთანხმება ამას და თუ შესაძლებელია თურქეთი არ დაეთანხმა ამას და შემდეგ უკვე განახორციელოს ექსპანსია ხო მას ეძლევა აბსოლუტურად საშუალება რომ განახორციელოს ექსპანსია იგივე ექსპანსია რაც სხვა ქვეყნების მიმართულებით, მაგალითად სირიის მიმართულებით, ბულგარეთის მიმართულებით, რაც საბერძნეთი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენთვის ერთადერთი გადარჩენის ტექნოლოგია, რაზეც აი ყველა გადაცემაში საუბრობ, რომ რუსეთთან სამოკავშირე ურთიერთობები და აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ვაჟას, რომელმაც აი ისტორიულად დაასაბუთა ეს და გაგვახსენა ის ისტორიული ხელშეკრულებები, ხო? და ჩვენ ეს გვაქვს, ეს არის ერთადერთი მეთოდი. და უცვლებლად უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯები და დიდი მადლობა ნამდვილად მეც უბრალოდ აი ორიოდ სიტყვით ვიტყოდი რომ ძალიან სწორი პოზიცია იყო ალბათ ბატონი ვაჟა ოთარაშვილის რომელმაც დარეკა ჩვენთან ეთერში რომ მნიშვნელოვანი არის ის საბოლოო ჯამში ხო საერთაშორისო დღის წესრიგს ადგენს არა ვიღაცის ალკე განცხადებები არა ვიღაცის წერილები ან მიმართვები არამედ საერთაშორისო ხელშეკრულებები მხარეები ხელს რაზე ართმევენ ერთმანეთს და მოდით მართლაც რა და კი ბატონო ჩვენი სტუდია იმუშავებს ამ საკითხზე რომ ნახოთ აი საქართველოსთან დაკავშირებით რა საერთაშორისო ხელშეკრულებებია უახლოესი ან თუნდაც შორეულ წარსულში დადებული და იქიდან გამოვიტანოთ დასკვნა რომელი მხარე იდგა ჩვენს მხარეს და რომელი იყო ჩვენი წინააღმდეგი ალბათ ძალიან კარგი მიგნება იქნება სხვა შორის აი მაყურებელს ურჩევდი კიდეც ბატონმა ვაჟამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო წიგნი გიორგი სააკაძის შესახებ უახლესი კვლევა არის ეს და პიედრო დელავალეს სხვა ძალიან ცნობილი ისტორიკოსების მოგზაურების ჩანაწერებში ხვდებით ამ წიგნში ეხება მათ შორის ეს წიგნი აი ქართულ-რუსულ ურთიერთობებსაც და ყველას ურჩევდი რომ აი ბატონი ვაჟა ოთარაშვილის ეს ახალი ნაშრომი გაეცნოს და წაიკითხოს მართლაც ბევრ ინფორმაციას მიიღებს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა გიორგი სტუმრობისთვის, ჩვენი გადაცემისთვის დღეს განკუთვნილი დრო ამოიწურა. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და დაგემშვიდობებით პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ირემაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის, ასევე აქტიურობისთვის და დაგემშვიდობებით ხვალამდე დიდი მადლობა.